ეს ამბავი მოხდა 2 წლის წინ, როცა მე დროებით სამსახურში ვიმუშავე ღამის მაღაზიაში. არასდროს მიფიქრია, რომ ყველაზე საშიში რამ არა სიბნელეა, არამედ ის, რაც სიბნელეში გელოდება. პირველი ღამის ცვლა სტანდარტული იყო. მცირე მაღაზია, 24 საათიანი, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობდა. საღამოს 11-დან დილის 7-მდე მხოლოდ მე და უსასრულო თაროები. მენეჯერმა ლაშა ერთადერთი ინსტრუქცია მომცა. თუ რაიმე უცნაური იქნება, არ იყო გმირი. დაურეკე პოლიციას და ჩაიკეტე თავის საწყობში. კარგი? რა უცნაური შეიძლება იყოს? მოგითხე და გავწინე. მან არ გაიცინა. უბრალოდ გაიხსენე, რასაც გეუბნები. პირველი 2 საათი მშვიდი იყო. იშვიათი მყიდველები, ტაქსის მძღოლები, ღამის ცვლის მუშები, ზოგიერთი დაგვიანებული სტუდენტი. ყავა, სიგარეტი, სწრაფი საჭმელი. შუა ღამის შემდეგ მაღაზია ცარიელი გახდა მაცივრების ბზუილი. მერე კარზე ზარმა დარეკა. შევხედე, კაცი შემოვიდა. დაახლოებით 38 წლის, ჩვეულებრივი მოხუცი, ტანსაცმელი, მაგრამ რაღაც არ იყო სწორად. ის უბრალოდ დადიოდა მაღაზიაში. არ იღებდა არაფერს, არ უყურებდა პროდუქტებს. 5 წუთის შემდეგ გავიდა. არაფერი იყო. მეორე ღამეც მოვიდა. ზუსტად შუა ღამე. იგივე კაცი, იგივე ტანსაცმელი. შემოვიდა, დაიარა, გავიდა. არაფერი იყიდა, არაფერი. მესამე ღამეც მოვიდა. გამარჯობა უთხარი ამჯერად. არ თითქოს არც გამეს. უბრალოდ გააგრძელა სიარული. მეოთხე ღამეს ლაშას დაურე. ლაშა, ერთი კაცი ყოველ ღამე მოდის, არაფერს არ ყიდულობს, უბრალოდ დადის. აღწერე. პოლიციამ მითხრა, რომ ის კაცი ცნობილი იყო, მას ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა და რამდენჯერმე იყო დაკავებული მცირე დანაშაულების. ისინი ჰპოვეს მას ორდრეში, იმ 3-ზე უბანში, სადაც მაღაზია იყო, სხვა მაღაზიის მახლობლად. მე აღარ დავბრუნდი იმ სამსახურს. ზოგჯერ ფიქრობ, რომ შიში ირაციონალურია, მაგრამ ზოგჯერ შიში შენს სიწყლეს გიხსნა. ეხლა როცა ღამის მაღაზიაში შევდივარ, ყოველთვის უყურებ, არის თუ არა ვინმე, ვინც მხოლოდ დადის და არაფერს არ ყიდულობს, რადგან შეიძლება ისინი არა პროდუქტებს ეძებდნენ, შეიძლება შენ გეძებდნენ.